როგორ ხართ მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველი კითხვა გამოუშვით. მოდი ჩემპიონით ილია თოფურიათი დავიწყოთ. ცხადია, ამ ისტორიული ქარდის სათავეში მოსახვედრად ძალიან ბევრი მებრძოლი იბრძოდა. როგორ ფიქრობ, რაზე მეტყველებს ის, რომ UFC ასეთ ისტორიულ მომენტში ამ ხელაღონიზიებას შენ განდობს? სიმართლე გითხრა, არ ვიცი ეს ჩემზე რას მეტყველებს. უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ. UFC-ს დანასი და ყველასი, ვინც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული და ეს უდიდესი შესაძლებლობა მომცა. მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია და ამ ყველაფერს ნამდვილად ვაფასებ. შენს წინაშე ჯასტინ გეიჯი დგას. შესაძლოა ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლია UFC-ში, ვინც ოქტაგონზე გამოსულა. ჯასტინისგან რას მოვლი? როგორ შეიძლება მოემზადო ისეთი ადამიანისთვის, რომელთან ჩხუბის შემდეგ ბევრი მეტოქე ძველებურად ვეღარ გამოიყურება? მისმინე. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემნაირს არაზროს შეხვედრია. და ჯასტინისგან მხოლოდ ის მინდა, რომ ბრძოლაზე გამოცხადდეს და დანარჩენს მე მივხედავ. ხვდები, რასაც გულისხმობ? შეკითხვა ჯასტინთან. ცხადია, მთავარ ბრძოლაში ყოფნა ყველას უნდოდა. თეთრ სახლში გასამართ ამ ისტორიულ ქარდზე შენ ამერიკას წარმოუდგენ. იანვარში ეს ფაქტობრივად თავადი წინასწარმეტყველი. თქვი რომ პედის დაამარცხებდი და ილიასთან ქამრებს გააერთიანებდი, რაც გინდოდა ზუსტად ის მიიღე. რაც გრძნობ ახლა? ეს ნამდვილად ახდენილი ოცნებაა. საიდანაც მე მოვდივარ, ყველანი საიდანღაც მოვდივართ, მაგრამ მე სრულიად მიყრუებული ადგილიდან ვარ და ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ამ ქვეყნის ასეთ დონეზე წარდგენა ისეთია, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი პირველი ბრძოლა ღიაცის ქვეშ იყო და ერთ-ერთი ბოლო ბრძოლაც ღიაცის ქვეშ იქნება, ასე რომ ცხოვრება მოულოდნელობით სავსეა. სად ვიქნები ყველაფრის სასწორზე დასადებად. კიდია დამამარცხებს თუ არა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ამოვალ და ვეცდები ეს ბიჭი ნოკაუტში ჩავაგდო. 14 ივნისს თეთრი სახლის გაზონზე რაკეტებს დავუშვებ. ამას კვირდებით. ბევრი ამბობს, რომ ილიას ეს სერია შესაძლოა UFC-ს ისტორიაში საუკეთესო 3 გამარჯვება იყოს. მსოფლიოს ყველა დიდ მსუბუქ წონოსანთან იჩხუბე. შენს წინა მეტოქეებთან შედარებით ილიას სადგას. ფიქრობ, ხაბიბის შემდეგ ის ჩემი მეორე ყველაზე რთული გამოცდაა. ის 3 ნოკაუტი ვოლკანოვსკის, ჰოლოვეის და ოლივეირასი ნამდვილად ლეგენდარულია. ასე რომ ეს ამ გამარჯვებას კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის. შეკითხვები სირილ განთან, აქეთ. კითხვა მაქვს, აბუ-დაბის ბრძოლის შემდეგ შენგან არაფერი გსმენია და არც გვინახი ხარ. როგორ მიდის ცხოვრება და თეთრ სახლში ბრძოლამდე აქ, ნიუ-იორკში ასეთი დახვედრა როგორ მოგწონს? უბრალოდ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ოქტომბრიდან მოყოლებული ვარჯიშობ, რადგან ტომ ასპინალთან რემატჩის გამართვას ველოდებოდი. სამწუხაროდ მან ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო, მაგრამ ვარჯიში გავაგრძელეთ და ახლა აქ ყოფნით, ამ ღონისძიების ნაწილად ყოფნით ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ. ფრენსისის, დერიკის და ვოლკოვის მსგავსი მაღალი ბიჭების წინააღმდეგ გიჩხუბია. ახლა ალექსს საუპირისპირდები, რომელიც ქვემ მძიმეწონიდან ამოდის. მის წინ ომიდექი მძიმეწონოსანივით გამოიყურებოდა, რას ფიქრობ? კი, ნამდვილად მძიმეწონოსანივით გამოიყურებოდა და ეს გასაკვირი არ არის. საინტერესო რაღაცას გეტყვით, ბიჭებო. მისმინეთ. ვიცი, ყველას გესმით. შეიძლება ვისაუბრო, გთხოვთ. მოკლედ. ვიტყვი 2 თუ 3 წლის წინ ჩვენი პირისპირ დგომი უკვე შედგა. ის საფრანგეთში, პარიზში ჩამოვიდა. მისი სტუმრობა ნამდვილად სასიამოვნო იყო და უკვე ვიცოდი, რომ ფიზიკურად დიდი იქნებოდა. თავარი საკითხავი ის არის, საშუალო წონაში წონის ჩაბარებას საერთოდ როგორ ახერხებდა? აი ეს არის მთავარი კითხვა. კითხვა პერეირასთან. ცხადია, ისტორიის დაწერას და მესამე წონით კატეგორიაში მესამე ქამრის მოპოვებას უმიზნებ. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ქამრის მოგების შემთხვევაში შესაძლოა UFC-ს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი გახდე. ამაზე ბევრს ფიქრობ, თუ ეს ბრძოლა მორიგი საქმეა შენთვის. მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ამ შესაძლებლობებს ვიღებ, რადგან სანახაობრივ ბრძოლებს ვატარებ. ეს ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს. რაც შეეხება მესამე ქამარს, ყველა მიცის, თუ რა დიდი მიღწევაა ეს. ჩემი ისტორიაც ყველა მიცის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მიყურებს. ხალხის სამოტივაციოდ მშვენიერი ისტორია მაქვს და სწორედ ეს მაძლევს ინსპირაციას. სირილი მძიმეწონოსნებისთვის ცხადია დიდ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მის უნარებს რომ დააკვირდა, შენი აზრით სადაა ყველაზე ძლიერი?
ვფიქრობ, ყველა ათლეტი და ყველა მეტოქე პრობლემაა. ისინი გამოცდილი ადამიანები არიან, რომლებსაც გამარჯვება სწურიათ. ახლა უმაღლეს დივიზიონში ავდივარ და ცხადია, ეს სხვა გამოწვევაა. როგორც თავად თქვა, არ იცის ასეთმა დიდმა ტიპმა საშუალო წონა როგორ ჩავაბარე. ასე რომ თავადაც ხედავთ, რომ ძიმე წონოსანი ვარ და ყოველთვის მზად ვარ. მაგიდის ბოლოში მყოფ ჯელტმენზე მინდა გკითხო. ბოლო ბრძოლის შემდეგ მან შენ გამოგიწვია. ჯოშ ჰოკიტის პერსონაჟზე რას ფიქრობ და მომავალში მასთან ბრძოლა თუ წარმოგიდგენია? არ ვიცი, ჩემს ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული, ახლა მასზე საუბრის მიზეზი არ არსებობს. ბოლო შეკითხვა შენთან დანა. ჩვენ ნახეთ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კამარი. ეს ის კამარია, რომელსაც ბრძოლის გამარჯვებულებს შემოახვევენ? კი, ზუსტად ეგ კამარია. გამარჯვებულებს კამარს პრეზიდენტი ტრამპი შემოახვევს? ეგ ჯერ არ ვიცი. დანასთან და აქ მყოფ მთავარ მებრძოლებთან მაქვს შეკითხვა. დანა, მგონი გუშინ თქვი, რომ ბრძოლას სარმან ცარუკიანი აზღებს. შეგიძლია ეს დაადასტურო? და მერე ჯასტინისგან და ილიასგან მაინტერესებს, რას ფიქრობენ პოტენციურად სხვა მეტოქის ჩაცმაზე, რაც იმედია არ მოხდება. კი, მართალია. არაფერს ვფიქრობ. პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს წინ ვინ მეყოლებდა. 14 ივნის პირველივე წუთზე ყბას მოვტეხავ, სულ ერთი არმანი იქნება თუ ჯასტინი. და კიდევ ერთი შეკითხვა ალექს პერეირასთან. ალექს, მძიმე წონისთვის მომზადებაზე გვესაუბრე და ხომ არ ფიქრობ, რომ ოდესმე ქვემ მძიმე წონაში დაბრუნდები? რადგან კარლოს ულბერგი გიწვევს, ხამზად ჩიმაევი კი ამბობს, ხვალ თუ მოიგებს, ზედა წონაში ამოვა. ოდესმე უკან დაბრუნებას აპირებ თუ ამ გამოცდილებით ზედმეტ ატკბები? მე აქ საჩხუბრად ვარ. UFC-სთან ახალი კონტრაქტი მაქვს და დანა ვაითიც აქ არის. რის გაკეთებასაც ის გადაწყვეტს, მე თანახმავარ. შეკითხვა ჯოშ ჰოკიტთან. ჯოშ, ბოლო ბრძოლაში კურტის ბლეიცის წინააღმდეგ ფანტასტიკურად გამოხვედი. 3 რაუნდი ომში იყავი. დერიკ ლუისთანაც ასე შეძლებ რომ იჩხუბო? თუ ის ფაქტი, რომ ძლიერი ხელები აქვს, ცოტა სიფრთხილისკენ მოგიწოდებს. დერიკ ლუისი მაგარი არ არის. სწორედ ამიტომ ჩაისვარა და ბოლო ბრძოლა წააგო. კარიერას დაუსრულებ და მერე მოხუცების ტრაკის საწმენდებს გაყიდის, რადგან მისი მუხლები გატეხილ სათამაშოს გავს. და 14 ივნის შავ პილსბერი დუბოის დედას ვუტირებ. მართალია არ ვარ ნიუ-ჯერსი? ზუკნა. დერიკ, ჯოშის ნათქვამზე რას ფიქრობ? ამბობს, რომ კარიერას დაგისრულებს. რა თქვა, საერთოდ ვერაფერი გავიგე. გეუბნებით, ბიჭებო, ეგ მიკროფონი პირიდან ცოტა მოაშორეთ. ვიცი რომ შავი და დიდი მიკროფონია, ცოტათი პირიდან უნდა მოაშოროთ, რომ რამე გავიგო. რას ამბობს? საერთოდ ვერ ვგებულობ. მხოლოდ რაღაც ყვირილი და სისულელეები მესმოდა. მიკროფონთან მის უნარებს ამ პერსონაჟს არ აფასებ? სინამდვილეში ამ ტიპზე მისი ბოლო ბრძოლის მერე გავიგე. ზუსტად მაშინ გავიგე მასზე. სიმართლე გითხრათ, აქამდე საერთოდ არაფერი მსმენია მასზე. დერიკი დისლექსიურია, ასე რომ მათემატიკა უნდა უჭირდეს და როცა გავფატრავ მხოლოდ ბაქუდის შიგნეულობას დაინახავთ, შავი მხეცი მაგრად გაილახება. მართალია არ ვარ ნიუ-ჯერსი? შემდეგი შეკითხვა ისევ ჯოშთან. ითქვა, რომ დღეს პოატანს პირისპირ დაუდექი. რას ფიქრობდი მაგ დროს? შენს შესაჭმელად მოვდივარ. გეცოდინება დღეც და გეცოდინება საათიც. პერეირას ოქროს წვიმას მოვუწყობ. მხოლოდ კი არ მოვუგებ, ზედ დავაფსამ. შენს დედიკოს შამას ვუზამ. ეს ტიპია პლანეტაზე ყველაზე საშიში კაცი? უყურეთ როგორ ველაპარაკები, როგორც ჩემ ძაღლს, როგორც ჩემ ძუკნას, წადი შენი. რისი თავი გაქვს? ვერაფერსაც ვერ იზამ. არა, სათქმელი არაფერი მოქვს, მაო. რამდენიმე საათის წინ ინტერვიუზე ვიყავით. პირისპირ მიყურებდა და ვუთხარი. შამა. ყველას თვალწინ სურს თავის გამოჩენა. იქ რატომ არაფერი გააკეთა?
nothing to say about this guy. Listen, we were giving an interview earlier today. This guy just goes right by me, starts saying things. I looked at him in his eye and I said, Shama. Well, why didn't he do anything when I was there? Shama თქვაო, ინგლისურად ლაპარაკობს. ინგლისურად ლაპარაკობს. Эй, შენ სუკანო ნაგავო. Эй, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? წადი შენი. ნამდვილი BMF-ი მე ვარ, კამარი მე მეკუთვნის. შე პატარა ჯუჯა. წადიშე ბოზო, წადიშე ჯუჯა. დაიტიე ერთ ადგილას. ნამდვილ წონით კატეგორიაში ამოდით, ყველას მიგიღებთ. Эй, შენი შეყვარებული შენს მაგივრად ლაპარაკობს? Tá deixando o Ilha falar por você, é isso? მე ჩემი პერფორმანსისთვის მეკუთვნის გრემი. მოაშორეთ ეს პატარა მშიშარა აქედან. და ილია თოფურია მგვანახა რატომ არ უნდა იბოლნოთ სოლი მაიამიში. დაახვიე, ნახვამდის შე პატარა